ბრძოლამდე ერთი კვირა რჩება. ხა ვიმყოფები ზუგდიდის სპორტ კომპლექსში. Zamagari sport კომპლექსია. გარემოს მაგარი არის. და ნელ-ნელა ვიწყებ ხა გახურებას. როგორც წესია ესე და ჩემი წოთანი და ზვიან თოფურიასთან ერთად დავიწყეთ ლაპებზე ვარჯიშს. დავიწყე წონისკლებაზე ძალიან შვენივრად მიდის. 84 კილოდან ჩამოვედი 79 კილო ვარ. ხო და რა ვიცი, არასოდეს არ შემიგდია წონა, სულ ზუსტად ვაბარებ, დაჟე 1 კილოს ვიკლებ საპასად ასე რომ ვთქვათ. და ვემზადები 28 მარტისთვის. 28 მარტს სამაგარი ჭუბი იქნება. მოგეხსენებათ, რომ ვეჭყვები ბექა კორტავას ქსანის 2 ნომერში. რავი, ვეცდები, რომ გავამართლა ჩემი იმედები, ჩემი ნაშრომი. იმ ხალხის იმედები, რომ ვისაც ჩემი ჯერა. და რა ვიცი, ზუგდიდში ძალიან ბევრი საამაყო სპორტსმენები გაიზარდა და მინდა რომ იმათ შორის მეც ვიყო რა. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივახციო ჩემს. მოკლედ რაც შეეხება გურამის და მის სამზადის მომავალი კვირის ორთაბრძოლისათვის საშუალო დონეზე არის მომზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ მას ძალიან რთული დღის განრგი აქვს, ის არის სამხედრო მოსამსახურე. ვახერხებთ შიგადაშიგ მოვემზადოთ და გვაქვს ვარჯიშები, როცა გვაქვს ამისი სიტუაცია, ჩვენ ყოველთვის სული და გულით ვაკეთებთ გასაკეთებელს, თუმცა არის იქ ჩავარდნები და რამაც შეიძლება ცოტა დაგვაპყოლოს, მაგრამ ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს. აი ეს რაც მთავარია, მორალურად მზად არის. ეხლა ვიმყოფები კოტიკო ჩაჩავას სახელობის კლუბ ვორიორში. ალბათ ჩემი ნიქნეიმიც მიგახვედრებს თუ სადავიდგი ფეხი და როგორ და რა დარბაზია. რაც შეეხება ჩემს მზადებას. ჩემი მზადებაზე იდეალურად მიდიოდა კიდევაც. სანამ თulis ჩამოვიდოდი სავარჯიშოდ, ვემზადებოდი ქალაქ ფოჩი კრივის დარბაზში, ზურაბ სარსანია სახელობის ბევრისთვის ცნობილი კრივის დარბაზია. ამზადებდა იკასანიკიძე, ვემზადებოდი ძალიან მაგარ ბიჭებთან კრივის, ესე რო გითხათ იაგო კიზერია, უზბეკა უფრო სახელი და გვარით რო გითხათ უფრო უზბეკათი გეცოდინებათ, იმიტომ რომ კრივის ლეგენდაა. ეს ორივე მებრძოლი არა მხოლოდ უზბეკა და გავიარე მგლებთან მომზადება. ეხლა ჩამოვედი, ბოლო სპარინგი მქონდა ასევე ვორიორსის ბიჭებთან, მგლებთან, ბევრ ცნობილ სახესთან, ბევრი ცნობთ აუდიტორიიდან, გამადან და სხვა ორგანიზაციებიდანაც და კაი სპარინგი გამომივიდა. მუშტიგრეში მთავარი არაა ტექნიკა, მარტო ტექნიკით არ იმარჯვებს ადამიანი. კიდე საჭიროა ჯანი, ტექნიკაც და გამძლეობაც. ამიტომ ვარჯიშობ მე ძირითადად ჯანზეც ვარჯიშობ, ტექნიკაზეც ვარჯიშობ, იმიტომ რომ ჩემზე უკეთესი ტექნიკა კორტავას და არამსთან მთავარია მაგი, იმიტომ რომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს მაგას. ამიტომ ჩემთვის ეხა პლუსი არის ჯანი. ჯანი კორტავას არ აქვს, როგორც შეატყობდით, რომ ჯანით მე უგებ, პლუს ეს ჩემზე გადმოდის. და რა ვიცი, ჩემი გეგმა არის, რომ კორტავა ფიზიკურობით მოუგო რინგზე და ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ მოვიგო რა. ფიზიკურათაც, ჯანითაც და ტექნიკათაც. ამიტომ ბევრს ვშრომობ, ბევრს ვსწავლობ და რა ვიცი, ყველაფერი 28-ში გამოჩნდება რა.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი მხდება და ასევე მეუნება რომ 77 კილოგრამი შენიაო და მაგრა გამიხარდაო რო ახვედიო. ეს ფაქტი მას არ ნიშნავს რომ 70 კილო დავტოვე. ჩემი კამარა რომელიც საზღვარგარეთაა, კამარა რომელიც მე მეკუთვნის აუცილებლად უნდა დავაბრუნო საქართველოში და უფრო დიდხანს უნდა დავტოვო საქართველოში. აი შეეხება სხვა დანარჩენს რომ ნახოთ შესაძლებელია რომ ორივე წონაში ვიჩხუბო, ორივე კი არა სამ წონაში შესაძლებელია ვიჩხუბო და მინდა იჩხუბები ვიჩხუბო რომელიც ხალხი ძალიან დიდი ხანია ელოდებით. აი 70 კილოგრამზე არ მაქვს საუბარი, იმაზე მეტი სურვილი მაქვს, უფრო მეტი ხანი რო ელოდებით მაგ ბრძოლის რა და მიხვდით რომელი ბრძოლაცაა და ძალიან დიდი ინტერესი მაქვს. და ვნახოთ რა როგორ იქნება, მე ამისთვის მზად ვარ, თავარია მეორე მხრიდანაც თანხმობა მივიღო. ნუ ჩემთვის სიმართლე რო გითხრა უკვე მნიშვნელობა არ აქვს, საქმე უფრო გამიმარტივდა. ეს უფროსი იქნება თუ უმცროსი მნიშვნელობა არ აქვს რა. თავარია შევებრძოლო. მამა, გაიცინი მამა მიდი. გაიცინი მიდი მა. ეს შე რო იცი, მიდი მუშტები გაკეთი. მიდი, გაკეთი მუშტები. ჩემი დიდი мотиваცია, ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი პატარა ვაჟკაცი. ესენი იმაძლევს იმ ძალას, იმ ენერგიას, რომელიც უნდა გავიმარჯო. ჩემი შვილისთვის ვიცი რომ საამაყო მამა ვარ და მინდა უფრო საამაყო ვიყო და რომ გაიზრდება ჩემი პატარა ვაჟკაცი, დაინახავს რა, ჩემი ვიდეოებს, ჩემს ჯგუფებს და ერთ-ერთი мотиваცია მინდა ვიყო ჩემი შვილისთვის. ასევე დიდი мотиваციაა ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში მედგას, როგორც შეუძლია ისე. ხანდახან არის მომენტები, რომ აი სამსახური უნდა რომ მოვდივარ, აი ძალა გამოცლილი ვარ და ჩემი მეუღლე მომდება ადექიო რა, იმის ძალას მაძლევს, რომ გავიდები ვარჯიშო, ყოფილი ეს შეთქმულები და ვიცი. აი ასე რომ ვთქვათ, უდიდესი мотиваციაა რა. ამის შემდეგ რა ვიცი, ვარ ზუგდიდელი, ზუგდიდში ვცხოვრობ. ვარ ისე აფხაზეთიდან. 2 წელი რაც ზუგდიდში გადმოვედი საცხოვრებლად და რა ვიცი, ძალიან მაგარი ქალაქია, მით უმეტეს სამეგრელო არის. და მინდა რომ ეს ქალაქი ჩემი კუთხე ვასახლო რა. და რავი, ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, რომელიც ეს ქალაქი გაიცნობს და ასე რომ ვთქვათ, მეც ამაყი ვიქნები თავისთავად და რა ვიცი, ყველანაირად ვეცდები, რომ ამის ჩემი შვილის იმედები და ჩემი მეუღლის იმედები გავამართლო რა. მოგეხსენებათ ის ფაქტი, რომ ძირითადად ვარ ქალაქ ფოთში, სადაც ჩემს ვიზუალურ მხარეზე ზრუნავ ფოთში, მოკლედ რო ვთქვა, ვიზუალურ მხარეზე რა წარბითმა და ასე შემდეგ და ერთადერთი ბარბერშოპია, რომელსაც თბილისში ჩამოვდივარ და ვენდობი, ბარბერშოპ Gentleman. და განნახებთ ეხლა ხომ ხედავთ რა ვარ? მე ნახეთ რა ვარ? ეტა ტემუ იმენა პირდაპირ. ძალიან მაგარია იმენა. სოაზე ამ სტილზე გადმოვდივარ. ადლოვა დიდი. როცა თავისუფალი დრო მაქვს, გამოვდივარ სათიბზაოდ. და რა ვიცი, არის ისეთი მომენტები, რომელიც ვიჭერ, დღეში შეიძლება დავიჭირო 3-4 წელი ძირითადად კობრზე ვთევზაობ. ბოლოს დავიჭირე, რა ვიცი, 8 კილონახევრიანი კობრი დავიჭირე. და რა ვიცი, აი ერთ-ერთი სპორტად ვთვლი ამ თევზაობას რა, იმიტომ რომ მე აგრეთ მომწონს ეს თევზაობა და ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, საფიქრალესაც მაძლევს რა, ისო ჩავოგდე მანკეს და ვფიქრობ რა, ჩემ ასე ვთქვათ, სპორტის შეცდომებზე, სპორტის რაღაცებზე ვფიქრობ და მე რაღაცებზე მაქვს საფიქრალი, იმიტომ რომ რა ვიცი, ერთ-ერთი განტვირთვა არის, ასე რომ ვთქვათ რა. თევზაობის მეთოდი, რა ვიცი, ყველა სხვადასხვა სტილი აქვს, ზოგით ასე რომ ვთქვათ, სატყუარით იყენებს, ჭიას იყენებს, ზოგი
მატყუ არა რო არის მატლები, ასე რომ ვთქვათ, რეზინის მატლები. მაგრამ ჩემი სტილი მაქვს რა. რავი, რაც თევზაობა დავიწყე და რაც თევზაობა შემიყვარდა, რავი, ბევრი არ დაიჯერებს და ბევრი აი ასე ვთქვათ, საღადაო ჩათვლის რომ მე ანუ მაგალითად ღომით ვიჭერ რა. როცა დავაპირე წასვლას და გადავწყვეტ მაგალითად აი ხვალე რომ მივდივარ, დღეს გამომზადებ სატყუარას, ასე რომ ვთქვათ, ღომს. და გავდივარ მე კობრზე სათევზაოდ. ღომი, იმიტომ რომ მაინც სამეგრელოში ეს თევზები და მაინც ხო იცი ხე მეგრელეს ღომი გვიყვართ რა. და რავი, კი ვიჭერ რა. და შემდეგ ჩამოსვლაზე გაჩვენებთ. თუ ღომით როგორ ვიჭერ თევზს. ახლა მოვედის ფლეში, გამხდა უმაგრესი გარემო, იცით რომ ბოლო კვირაა და წონის კლებაში ვარ, შევალ საუნაში, მაგის შემდეგ გამოვალ და გამაგარი ბასეინია, შეგიძლიათ ნახოთ. მე ცოტას ვიჭყუმპალავე, სულვა მე არ ვიცი აბა და ცოტას ვიჭყუმპალავე და განახებთ თან რა როგორ იქნება და როგორ გავივლი ამ ყველაფერს რა.